მოგესალმებით. ამოცანა მორიგი ამოცანა მოხსნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემთვის საუკეთესო მადლობის გადახდა იქნება თუ გააზიარებ და გაუზიარებ ახლობლებს. რადგან მათემატიკა ყველას სჭირდება, აბსოლუტურად ყველას, ზოგ შვილებისთვის, ზოგ შვილიშვილებისთვის, ზოგს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ასე შემდეგ. გააზიარეთ. ეხლა ვექტორებზე მცირე რაღაცას განვიხილავთ. ორი ვექტორის სკალარული ნამრავლი ეწოდება. აი სკალარული ნამრავლი რომ გავიგოთ, ძირითადი განმარტება ტოლია მათი სიგრძეების ნამრავლი მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. და მეორენაირად სკალარული ნამრავლი ტოლია მათი შესაბამისი კოორდინატების ნამრავლთა ჯამისა. ამას ყველაფერს ვაჩვენებთ აი ამ გამოვიყენეთ ამ ამოცანის ამოხსნის დროს, ნომერი 19 ამოცანის ამოხსნის დროს. პირობა არის აი ასეთი, რომ A და B ვექტორები მოცემულია, კოორდინატები -1, 3, B-ს x, y, მათი სკალარული ნამრავლი არის 24. B ვექტორის სიგრძე რამდენჯერ მეტი A ვექტორის სიგრძეზე. ეს უნდა განვიხილოთ. როდესაც ეს ვექტორები პარალელურია, მაშინ ერთი ვექტორი ეს ტოლია, რაღაცა ლამბდა გავამრავლოთ მეორე ვექტორზე. თავზე ის არის შეიძლება გავუკეთოთ, გინდა მარტო ხაზი, ვიგულისხმოთ ვექტორი. ლამბდა გავამრავლოთ ასე. ლამბდა არის დადებითი თუ ვექტორი ერთნაირად არის მიმართული და უარყოფითი თუ საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რადგან მათი სკალარული ნამრავლი 24-ის ტოლია, ესე იგი ეს ვექტორები ერთნაირადაა მიმართული და ლამბდა არის აქ დადებითი. ლამბდა მეტია 0-ზე. ახლა აქვე მოვიწეროთ B ვექტორის კოორდინატები x, y, ხელახლა B ვექტორის კოორდინატები x, y, ხოლო A ვექტორის კოორდინატები არის A ვექტორის -1, 3, -1, 3. B ვექტორი ტოლია ლამბდა გავამრავლოთ A ვექტორზე. აი აქ რო ჩავწეროთ, აქ ჩავსვათ ახლა B ვექტორი ტოლია ლამბდა გავამრავლოთ A ვექტორზე, ანუ -1, 3. აქ თავზე ხაზი, ვექტორის ნიშანი. გინდა ის არის. და ეგ შეგვიძლია ჩავწეროთ ასე. ლამბდა გავამრავლოთ -1-ზე, იქნება -ლამბდა და ლამბდა გავამრავლოთ 3-ზე, 3 ლამბდა. ესე იგი B ვექტორის კოორდინატებია -ლამბდა და 3 ლამბდა. როგორც თქვით, A ვექტორი გავამრავლოთ B ვექტორზე არის ეს 24 სკალარული ნამრავლი, A ვექტორი გავამრავლოთ B ვექტორზე არის ეს 24-ის ტოლი. A ვექტორის სიგრძე არის კვადრატული ფესი მისი კოორდინატების კვადრატების ჯამიდან -1-ის კვადრატ პლუს 3-ის კვადრატი. -1-ის კვადრატს პლუს 3-ის კვადრატი. -1-ის კვადრატი 1, 3-ის კვადრატი 9 იქნება 1 პლუს 9, 10. A ვექტორის სიგრძე არის ფესი 10-დან. B ვექტორის სიგრძე აი აქედან, აი ამ ტოლობიდან B ვექტორი არის ამისი და B ვექტორის სიგრძე ტოლია კვადრატული ფესი მისი კოორდინატების კვადრატების ჯამიდან. ფესი -ლამბდა კვადრატში პლუს 3 ლამბდა, 3 ლამბდა კვადრატში. -ლამბდა კვადრატში, ლამბდა კვადრატი 3 ლამბდა კვადრატში. 9
ლამბდა კვადრატი 9 ლამბდა კვადრატი პლუს 1 ლამბდა კვადრატი იქნება 10 ლამბდა კვადრატი ლამბდა კვადრატიდან ფესი ლამბდა იქნება და ეს გვექნება ფესი 10 გავამრავლოთ ლამბდაზე. ეხლა სკალარული ნამრავლი ტოლია 24-ს. სკალარული ნამრავლი მათი სიგრძეების ნამრავლი მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. ან შეიძლება პირდაპირ წესი გამოვიყენოთ, როდესაც ვექტორები თანამიმართულია, მათი სკალარული ნამრავლი მათი სიგრძეების ნამრავლის ტოლია. რა ახლა ეს გამოდის ის მეორე განმარტება რომ თქვით, ორი ვექტორის სკალარული ნამრავლი ტოლია, ერთი იყო აი აქ შესაბამისი კოორდინატების ნამრავლთა ჯამიდან და მეორე იყო მათი სიგრძეები მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე და რადგან მათ შორის მდებარე კუთხე თანამემართულია ან 0 გრადუსია მათ შორის მდებარე კუთხე ამ დროს მაშინ კოსინუსი 0-ზე არის 1 სტოლი და პირდაპირ ამ დროს ჩაიწერება ფორმულა მოკლედ რომ A ვექტორი გავამრავლოთ B ვექტორზე თანამემართული ვექტორებისათვის არის A ვექტორის სიგრძე გავამრავლოთ B ვექტორის სიგრძეზე. და ჩავწეროთ ეს ტოლობა. A ვექტორის სიგრძე არის ფესვი 10-დან, ანუ გვექნება აქ ფესვი 10-დან გავამრავლოთ. B ვექტორის სიგრძე როგორც გამოვთვალეთ არის ფესვი 10-დან და გავამრავლოთ ლამბდაზე უდრის 24-ს. 24-ს. ფესვი 10 გავამრავლოთ ფესვიაზე 10 გავამრავლოთ ლამბდაზე უდრის 24-ს, ლამბდა უდრის 24 გავყოთ 10-ზე. უდრის 2.4. სავარაუდო პასუხებიდან 2.4 არის B-ში. ეს იყო ამისი ამოხსნა ამ ამოცანის.